გამარჯობათ, მე ვარ არჩილი და ჩვენ ვიწყებთ ArchiCAD-ის ვიდეო კურსებს პროფესიონალთათვის. მე შემოგთავაზებთ რამოდენიმე ვიდეო კურსს, სადაც ჩვენ განვიხილავთ ArchiCAD-ში რამოდენიმე არასტანდარტულ ხერხს, ArchiCAD-ში პროექტირების რამოდენიმე არასტანდარტულ ხერხს, ასევე shells, curtain walls და CAD იმიჯებით ობიექტების შექმნას. შევდივართ design extra-ში და ArchiSuite-ში. ჩვენ პირველად შევქმნით 3D text ArchiSuite-ის მეშვეობით. ანუ ArchiSuite უფრო მეტ საშუალებას გვაძლევს, ვიდრე 3 ჩვეულებრივი 3D ტექსტი. აქ შეგვიძლია შევქმნათ როგორც ვერტიკალური ტექსტი, ისე წრიულად დაწერილი ტექსტი და სხვა ტიპის ფორმატები გამოვიყენოთ. ნახეთ, რომ შეიქმნა ვერტიკალური ტექსტი. მითითებული გვაქვს სიმაღლე ტექსტის, პროცესორი და ცვლით აქ მივუთებთ რაღაცა სხვა პარამეტრებს. შეგვიძლია მივუთებთ როგორც სიმაღლე, ასევე სისქე ტექსტის, ასევე სხვა ზომები. მე მინდა რომ შევქმნა გარკვეული კონსტრუქცია, რომელზეც ეს ტექსტი იქნება მიმაგრებული. ანუ ეს იქნება აბრა სადღაც შესასვლელი. სად და როგორ კონსტრუქციებს შევქმნით, მე უკვე ნახავთ მიმდინარე ლექციებში. ამჯერად მე ვიყენებ curtain walls ამისათვის. მივუთით ეს სიმაღლე, მივუთით ნიშნული და შესაბამისად რასაკვირველია ეს 3D ტექსტი უნდა მოვარგო, ესე რომ ცენტრში იჯდეს, ჯერჯერობით ჰორიზონტალური განლაგებით. curtain-ის კონსტრუქციები ძალიან დიდია და ამიტომაც შევალთ curtain-ის მონაცემებში და შევცვალთ ზომები. აქ უნდა გქონდეს მითითებული ნოლი, აქ გვჭირდებოდა რომ inside ყოფილიყო. ანუ ვაყენებ ჩემთვის სასურველ ზომებს, როგორც სიგანეში A და შეიძლება იყოს B, C, D და ასე შემდეგ რამოდენიმე განაყოფი, ასევე სიმაღლეში 1, 2, 3 და შეიძლება ასევე იყოს ან მეტი, ან ნაკლები. უბრალოდ მე ვაყენებ ჩემთვის სასურველ ზომებს, ისე რომ ეს ტექსტი კარგად განთავსდეს ჩარჩოში. თვითონ ჩარჩოს ზომები ძალიან დიდი იყო და ამიტომაც ვაპატარავებ ამ სქემის ნახაზის მიხედვით. Boundary არის curtain-ის გარე ჩარჩო, მალიონები არის ვერტიკალური დამჭერები, ხოლო ბოლო ეს არის curtain-ის ჰორიზონტალური დამჭერები. Transition. და ხედავთ რომ უკვე მიიღო ჩვენთვის სასურველი ზომები, თუმცა ჩვენი ტექსტი გამოვარდა აი ამ ჩვენი curtain-ის გარეთ. მე კიდე მინდა რომ ეს იჯდეს შიგნით, ანუ აი ეს პანელი, რომელიც აქ არის, ეს მინდა რომ ცოტა შეწეული იყოს, ამიტომაც შევცვალე ეს B ზომა, ცოტათი შეიწია შიგნით, ანუ კიდე საჭიროა რომ გაიზარდოს B, იმისათვის რომ
პანელი შიგნით იყოს მოთავსებული, შესაბამისად ტექსტიც პანელთან ერთად და აი ტექსტი ჩაჯდა ამ ჩვენ ქართეინოლში, ანუ შევამზადეთ ესეთი კოლონა, სადაც არის გამოყენებული სხვადასხვა მასალა, უბრალოდ ტექსტი ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად ასე ქვია სწორად განვალაგეთ. ამიტომ რომ გეგმაში ეს დასმული ქონდა, მაგრამ ვერტიკალურად ეს უკვე შეგვიძლია განვალაგოთ როგორც ფასადის გამოყენებით, ასევე შეგვიძლია სექშენი გამოვიყენოთ, დაუსვათ წინამ ქართეინოლს, ასევე შეგვიძლია ასე ქვია 3D-ში. მე ვიყენებ აქ ერთ-ერთ elevation-ს, ანუ ერთ-ერთ ფასადს და კი ბატონო სიგანეში კარგად ზის, მაგრამ არ ზის სიმაღლეში. ხო, აი ახლა გამოჩნდა, რომ მე ამის კორექტირება არ შემეძლო თურმე ფასადიდან და შესაბამისად გადმოვედი გეგმაში და გეგმიდან უკვე გამოვიძახე 3D ტექსტის, ანუ არქისუიტის 3D ტექსტის პარამეტრები და შევეცდები, რომ მოვარგო ჩემ ქართეინოლს, ანუ დაუპატარავე სიმაღლე, ნახოთ ახლა რა გამოვიდა ამ საქმიდან და აბატონო ტექსტი ცოტათი დაპატარავდა, მაგრამ ჩარჩოები მაინც მოსარგებია. ამიტომაც ახლა უკვე გადავალ ქართეინოლში და ქართეინოლს გაუზრდი აი ამ მეორე ინტერვალის, ანუ პირველი ინტერვალი ცოტა დაუპატარავ, სიმაღლეში იგივე მინდა რომ დარჩეს. ამიტომაც პირველ სიმაღლეს დავაკელი ცოტა და მეორეში სადაც ტექსტი არ ეტეოდა, ცოტათი გავზარდე. და შესაბამისად ტექსტ დაბლა ჩამოვიტან და მომზადებულია ერთ-ერთი შესასვლელი კოლონა, ანუ რაც შენობაში კონსტრუქცია გავაკეთებთ მე. მინდა რომ ესეთი ორი კოლონა იყოს, ესეთ ლაიტბოქსებით, სადაც წინ კიბეებთან დადგება მე. ქართეინოლს ზოგადად არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ძალიან ბევრი ოპერაციისთვის. ნუ ერთ-ერთ ოპერაციას, ერთ-ერთ ნახას ახლა ავასრულებთ, ეს მარტივ ნახას. დანარჩენ შემდეგ კურსებში ჩვენ ვნახავთ თუ კიდე რამდენაერად, ნუ რამოდენიმე ვარიანტს ასაკვირველია, თუ რამდენაერად შემიძლია გამოვიყენო ქართეინოლი. ანუ იგივე შეკიდული კონსტრუქცია. შემდეგი ნაბიჯი ეს იქნება შელით გადახურვის გაკეთება. იმისათვის რომ შელით გავაკეთო ესეთი ორიგინალური გადახურვა, ამასაც აუცილებლად უნდა მქონდეს სიბრტყეები, რომელსაც მიებმება ეს შელი. შელი გარსი, ანუ ესეთი ფაქტურად თავისუფალი ფორმის გადახურვა იქნება, ეს თუ კედელი იქნება, არ აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა. რაში გამოვიყენებ? მე ახლა მინდა რომ გამოვიყენო გადახურვაში, უბრალოდ გადავიტანე ზედა სართულში, იმიტომ რომ გადახურვა აქ მინდა რომ იყოს. შესაბამისად ვეუბნები რომ რამდენზე იყოს, ანუ სართულის ნოლიდან აწეული შელი, ეს დამეხმარება მე რომ მივაბა მე 3D-ში მიმის წერტილები ავიღო. ანუ ამ კედლებს მე ვქმნი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ 3D-ში მქონდეს სიბრტყეები. ამიტომაც შევქმნი ნულოვანი კედლები და მასალად გამოვიყენე შუშა. შიდა მასალად. მაგრამ რახან კედელი ძალიან დაბალი იყო, ამიტომაც სართულში ამ დროს არიქაც აქვს ესეთი ამოვარდნა, რომ დაბალ კონსტრუქციას, დაბალ კედელს ხანდისხან მალავს ხოლმე მიუხედავად იმისა, რომ ის იმ სართულში დგას. ამიტომაც მე გამოვიყენებ ესეთ ხერხს, რომ დავდგავ კიდე ერთ მაღალ კედელს ამათთან ერთად და შესაბამისად ამ ზომას ორდეშიც დავინახო, ანუ ამ ჩემი კედლების ზომას. ანუ სიბრტყეების, რომლის საშუალებითაც შემდეგ დავიწყებ, ახლა დავიწყებთ უკვე შელით გადახურვის ფორმის შექმნას. ამისათვის, ნუ ავიღეთ ასე ქვია, რაღაცა უბრალო შელი ავიღეთ მასალას ავირჩევთ ახლა. იყოს რკინის, სისქე ამხელა
არ გვინდა შევცვალეთ. თანჩენს უკვე ადგილობრივად ვიმებავთ, ამისე რომ ნიშნულებს იქ ნიშნულობა არ ქონდა რა იქნებოდა ჩაწერილი, ვიღებთ აი ესეთ შელს, აი ამ ღილაკს და აი აქ მეორე ღილაკს. პირველი წკაპით უნიშნებ თუ რომელ სიბრტყეში ვიწყებ ხაზვას, მეორე წკაპით უკვე ვიწყებ ხაზვას. მიბის წერტილებად ვიყენებ მე კუთხეებს და ცენტრს. აქ კიდე ერთი წკაპით იგივე ადგილას უთითებ რომ მოვჩიმი ამ სიბრტყეში ხაზვას და შემდეგ უთითებ შემდეგ სიბრტყეს, ანუ საიდან ვაგრძელებ ხაზვას. აქ პირველი სიბრტყე რატომაც ვერ წაიკითხა, ასე რომ დავიწყე ჩავთვალოთ უკანა სიბრტყიდან, აი ახლა მივუთითებ მეორე სიბრტყე და აი აქ უკვე გამოჩნდა წყვეტილი ხაზი აუცილებლად უნდა ჩანდეს, წინაზე არ ჩანდა, ამიტომაც არ გამოვიდა და აი ახლა უკვე გამოვა ის ფორმა, შელის რისი აღებაც მე მინდოდა და აი ესეთი ფორმა, თავისუფალი ფორმა მივიღე. ანუ მივიღე ის ფორმა, რაც მე მქონდა ჩაფიქრებული. ანუ შეიძლება სხვადასხვანაირი ფორმები, აი ესეთი თავისუფალი ფორმების მიღება. ნუ მე მჭირდება კიდე აქეთ იქით მიბის წერტილები, რისთვის მჭირდება ეს წერტილები, იმისთვის რომ სახურავს კიდე მინდა რომ ცოტა გავაგანიარო, ანუ ფრთები გაუწელო, ესე ვთქვათ. და ამისათვის იგივე კონსტრუქციები, იგივე ნულოვანი კედლები გადავაკოპირე აქეთ იქით და შესაბამისად შესატყვისი ინსტრუმენტით, აი ახლა რომელიც ავიღე, წელავ შელის აქეთ იქით მხარეებს. ერთი კუთხე წამოვიღეთ, შემდეგ მეორე კუთხეს, შეიძლება და ესე დატოვებაც სასიკვდილოა, მაგრამ ნუ როგორც ჩანაფიქრიც გქონდა თავიდან, იმას მივყვები. ანუ შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცა თავისუფალი ბევრნაირი თავისუფალი ფორმის მოფიქრება. და ერთი რამ რომ აი ამ შეერბილებული ფორმების, რომელიც ზოგადად რასაკვირველია, არიქაც ცოტათი გართულება აქვს მორგვალებულ ფორმებთან, მაგრამ აი ამ კურსებით მე შევეცდები გაჩვენოთ, რომ შეიძლება არქიკადშიც ამ ფორმების შექმნა, თუ კარგად ვიცი ამ ინსტრუმენტებთან მოქმედება. შესაბამისად მივიღე შელისგან ის ფორმები, რაც მე მჭირდებოდა. კედლები გადავიყვანე parallel layer-ში, ანუ hidden layer-ში და ახლა ცოტათი შევცვლი შელის, ანუ ჩემი შელი ითარგმნება როგორც გარსი, მაგრამ შეიძლება უწოდოთ გარსი, ანუ რაღაცა სიბრტყე. ანუ მომრგვალებული მინდა აი აქ იყოს. მივუთითე რომ ყველგან მომრგვალდეს, მაგრამ მომრგვალდა, მაგრამ კი არა და ესეც უნდა ყოფილიყო რასაკვირველია, მომრგვალდა იმ ხაზზე, სადაც ეს ერთი კუთხე იყო, ყველა კუთხეში, ოღონდ იმ ხაზზე, ანუ ჩემ მხარეს და მეორე მხარეს თავისთავად არ მომრგვალდა. უბრალოდ აქ ცოტა რადიუსი შევცვალე. მარტო ერთგან მომრგვალე ახლა, ისევ დავაბრუნე უკან და ახლა უკვე ისევ ავიღებ აი ამ ინსტრუმენტს, მომრგვალების ინსტრუმენტს. ჩავწერ ჩემთვის ასრულ რადიუსს, ვეტყვი რომ ყველა კუთხე მომრგვალდეს, ანუ ამ ხაზზე ყველა კუთხე და ვხედავთ რომ ყველგან მომრგვალდა. ანალოგიურად მოვქცევით მეორე მხარესაც. Apply to all corners, გებადანო ანუ ყველა კუთხისთვის და შესაბამისად ის ფორმა, რომელიც მინდოდა დამერეგულირებინა 3D-ში, უკვე გავასწორე, ეხლა დანარჩენი უნდა უფრო მოხერხებული იქნება თუ ვიმოქმედებ 2D-ში. მოვნიშნეთ შელი, მარჯვენა ღილაკით გამოვიტანეთ, უნდა გამოვიტანოთ define contour, ანუ შელის კონტური მინდა რომ ცოტა შევცვალო, ანუ მინდა რომ მომრგვალებული კუთხეები ქონდეს, ოღონდ ეს ზეთხეთში რომ დავხედო იქიდან მომრგვალებული კუთხეები და შესაბამისად წინასწარ უხაზავ გარკვეულ ფორმებს, რომლებსაც მე გამოვიყენებ ამ შელის მომრგვალებისთვის. ანუ მიბებისთვის მჭირდება ეს ფორმები, რომ ხელით ზუსტად ვერ ავიღებ რასაკვირველია წერტილებს და ამიტომაც აი ესეთი მომრგვალებული ფრთები ვითმინდა რომ გავაკეთო აქეთ იქით. ჩაუსვი წრეწირები ლაინის საშუალებით, შეიძლება ლაინის, შეიძლება პოლილაინის, არავითარი განაცხადი მნიშვნელობა ამას არ აქვს.
უყურებ 3D-ში, ვამოწმებ, სწორი მიმართულებას ვიღებ თუ არა, იქ ჩაუსვი ეს წრეწირები, იქ დამხარეს ჩაუსვი, რომელშიც მე მჭირდებოდა, აქ X-Y-ით გავასწორე, 3D-ში რო ერთნაირად უყურებდე და შესაბამისად ეს წრეწირები ზემოთ მჭირდება და არა ქვემოთ, სადაც მე ჩაუსვი. 3D-ში ნახაზი პირიქით მედგა, X-Y უკუღმა იყო და ამიტომაც ესე გამოვიდა. ესეთ რაღაც მოქმედებებს მე ვაკეთებ სპეციალურად, რომ შევხეოთ, რა შეიძლება წავაწყდეთ გაუგებრობას და ვეუბნები ახლა, რომ ზუსტად define shell contour და ვიწყებ ამ ფორმის ხაზვას პირდაპირ shell-ით, არავით არ ახალ ინსტრუმენტს არ ვიღებ, უბრალოდ ვეძებ აქ ბიმბის წერტილებს, შავი ფანქარი გამოვიდა, წრეწირი დავაფიქსირე, ეს წრეწირის ნაწილი, უпростоრად რო ვთქვათ, საით მინდა რომ დაიხაზოს აი გარეთ, მე გადავედი ისევ ხაზზე, მიბმა, მე ისევ ორი წერტილით მომრგვალება ავირჩიე, დავმიზნე ამ ჩემს მიერ შერჩეულ წრეწირს, უკვე დახაზულ წინასწარ წრეწირს, ხაზი წავიყვანე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მე მინდოდა, გადავედი ისევ ხაზზე და შესაბამისად შევკრავ ახლა ფიგურას. ისევე როგორც ხაზავთ, ხო, აქ მინდა რომ ცოტათი შეწეული იყოს, ზუსტად ეს ფრთების იმიტაციას ვაკეთებ სახურავზე. და ხაზავ პრინციპი ამ სიტუაციაში ხაზვის არის ზუსტად ისეთივე, როგორც არის კედლის ხაზვის დროს, ფილის ხაზვის დროს, უბრალოდ ხაზავთ ის შელის კონტურს და შესაბამისად აი მივიღე კიდევაც ის ფორმა, რაც მე მინდოდა. აქ შეიძლება პატარა ცვლილებების შეტანა კიდე. გამოაჩინე ზედა სართული, რომ ეს შესასვლელი ბოძები შელის ცენტრში დავდგა. დავაჯგუფე ეს ბოძები რომ ერთად ვატარო აქეთ იქით და ახლა დავდგავ ესე. დაახლოებით თაც შეიძლება დადგმა, შეიძლება რაღაცა დამხმარე ხაზები გამოვიტანო და მე იმ დამხმარე ხაზებს მივობა ნახაზი, ისე რომ ზუსტად დაძიეს. აბსოლუტურად დაახლოებით ცენტრში დავდგი და უბრალოდ ახლა ავიღებ ისევ ლაინებით დამხმარე ხაზებს გავაკეთებ, რომ შემდეგ ვიპოვო ხოლმე ჩემი ნახაზის, შელი იქნება, შელი ამ თვითონ ეს ასე გვიოლია ცენტრი. და მოვნიშნე ორივე შელი და ჩემი ბოძები და edit-ში და align-ში მივეცი ბრძანება, რომ დამჯდარიყო ზუსტად ცენტრზე. იმ დაშვერებითაც მქონდა თავისთავად. ეხლა ისევ ცვლილებები შემაქვს შელის ფორმაში, ცოტათი ეს ფრთები მინდა რომ შეუცვალო. აქ თავისთავად ისევე ცოტა განსხვავებული ინსტრუმენტები აქვს, დამხმარე ინსტრუმენტები, რასაკვირველია ჩვეულებრივი ფიგურებისგან. მაგრამ გამოცდილი ადამიანი, ჩვენ უკვე პროფესიონალებისთვის ვაადარებთ ამ კურსებს, ასაკურველია, სადაც უნდა ვიცოდეთ აი ამ დამხმარე ინსტრუმენტებით სარგებლობა თუ არა, ყოველ შემთხვევაში ცდაა რომ გამოვიყენოთ და რაღაცა შევქნათ. ფრთები ცოტათი დაუმოკლე. ახლა მინდა რომ ეს წვეთი ცოტათი წინ წაუწიო. ამისათვის გადავედი იმ სართულში, ასაკურველი სადაც მაქვს შელი დახაზული გეგმაში. ავიღე ისევ ლაინი და ამ ლაინის საშუალებით ისევ შევქმნი ერთ დამხმარე ხაზს, რომელსაც მე ცენტრთან, შელთან, ესეთ ორიგინალურ ფიგურებთან მიმბის წერტილები ცოტა ძნელი დასაჭერია ხოლმე და ამისათვის მე შევქმნი ზუსტად ესეთი ხაზები, უბრალოდ პერპენდიკულარულად ზუსტად ავწიე ზემოთ, რომ იქ ახლოს იყოს იმ სიტუაციასთან, სადაც მინდა, საითკენაც მინდა რომ შელი გავწელო. დავდექი ხაზში შუაში სადღაც დაახლოებით და კუთხის გაწელვით. დამხმარე ინსტრუმენტების სულში ეს უკვე არჩეული იყო, უბრალოდ აი გაჩვენეთ, რომ რაზე ვდგები. აქ არ უნდა გავცდე შელის კონტურს. შელის კონტურს რომ გავცდე, მაინც არ გამომყვება ეს მოქმედება იქამდე, ასე რომ ტყუილი ფუჭი გაწელვა იქნებოდა იქამდე და ხედავთ, რომ ეს ცოტა ფორმა შევცვალეთ შელის,
ფრთები ცოტა უკან დაუხია და ის შუა მხარე, ანუ წინ გაუწია, რომ ზუსტად ესეთი რაღაცა პლანერის თუ ფრთების იმიტაცია შევქმნი. აქ ნახულობ რამდენად შემიძლია კიდე მომრგვალებების შეცვლა, უკვე მომრგვალებულზე ამის შეცვლა უკვე რთულია, თავიდან უნდა დამეჭირათ ადარიგი თუ მინდოდა უფრო მეტი მომრგვალება მქონოდა. და დავდგავ ახლა კოლონებს, რაზეც უნდა დაიდგას ეს სახურავი. ხო, აქ მე მაინც და მაინც ყურადღებას არ ვაქცევ კონსტრუქციულ ნაწილს, ანუ ამ ჩემი კონსტრუქციის მეტიგობას. თავარი ჩვენთვის არის კი, მეტნაკლებად რასაკვირველია მედეგი იქნება, მაგრამ დაცული ბოლომდე ეს არ იქნება. უბრალოდ ჩვენთვის ახლა მთავარია განვიხილოთ თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს სხვადასხვა ინსტრუმენტები. მაგალითად, ავიღე ახლა დახრილი კოლონა. აი ესე დახრილ კოლონებზე მინდა რომ იდგეს ეს სახურავი. არა მირჩევია მე იქ არც მასალა, შუშა იყო წინასწარ არჩეული, უბრალოდ დატოვებული და შესაბამისად სიმაღლეც არ იყო სასურველი. ავამაღლებ ახლა ამას. დახრაც ძალიან დიდი ავიღე 80 გრადუსი. ხო, ავიღებ მასალას, შიდა მასალას, აირონ, კინა და პრინციპში კიდე არ მეყო სიმაღლე და ავწევ სიმაღლეს მავა. ხო, ანუ აქ იყო მოპირკეთება ჩართული გლას ლამპი და აირონი მაგიტომაც არ გამოჩნდა იქ. და შესაბამისად ხედავ რომ ეს სიმაღლე ყოფნის, რაც დაუწერე, დახრაც ნორმალურია. ახლა უბრალოდ გადავდგავ ამ კოლონებს საარკისებურად და გადაკოპირებებით, ისე რომ ზუსტად სიმეტრიულად დაждდეს. შეიძლება ესე გამრავლებითაც სასაკვირველია. მაგრამ საბოლოო ჯამში ზუსტად რაც თავიდან თქვი, ესე იგი მოვნიშნავთ ახლა უბრალოდ აქ ზომის წერტილი დამეწკაპა. ანუ აქ ვარიანტებს ვნახულობთ ჩვენ, ანუ როგორ შეიძლება რომ გადავიტანო, ანუ როგორ გავაკეთო რომ ეს ზუსტად სიმეტრიულად დაждდეს. გითხარით შეიძლება თუ არა კოპირებით გადავიტანო, შეიძლება თუ არა გამრავლებით გადავიტანო. უბრალოდ რა შეესაქმე რომ ხაზვის დროს ჩვენ უნდა ვიცოდეთ რამოდენიმე ხერხი და მე ამ ხერხში უნდა ავირჩიოთ რომელი მაწყობს ამ წუთას, ამ სიტუაციაში. და მე გადავწყვიტე ესე რომ ეს დამედგა კუთხეში, მე კუთხიდან გადავანაწილებ გამრავლებით. სხვა ხერხი შეიძლება და გამომეყენები და საბოლოო ჯამში დავირჩი ეს. ვაკონტროლებ ბოლოთი და ნამდვილად სიმეტრიულად გადანაწილდება. უბრალოდ თავისთავად გასაგებია რომ გარე კოლონები გავარდება ამ სახურავიდან, ანუ გარეთ დამრჩა და მოვწევ ამ კოლონებს. შემიძლია რასაკვირველია ყველა გადავანაწილო ისე ერთნაირად გადავწიო შიგნით, მაგრამ მე ესე გავაკეთებ რომ გარე ორ კოლონას უბრალოდ ცოტათი ახლოს მოვწევ. თვითონ მეტრით. შუა ორ კოლონას შორის ოდნავ დიდი დაშორება დამრჩა, უბრალოდ 1 მეტრით გასაგებია. გარე ორ კოლონას შორის ერთნაირი დაშორება დავტოვე. ჩემი მიზანი იყო ეს რომ სიმეტრიულად გადანაწილებულიყო აქ. და შესაბამისად ახლა ვნიშნავ უკვე 4-ვეს და სარკისებურად ან ტრიალით, აქაც ორივეს გამოყენება შეიძლება პრინციპში. ავიღეთ ტრიალი, ავიღეთ ცენტრი ტრიალის. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სულელთია სად ავიღებდი, უფრო სწორედ ვერტიკალურად ცენტრი ავიღე, მაგრამ ზემოთ თუ ქვემოთ ავიღებდი, იმიტომ რომ ბოლოს ხელით უნდა გადავდგა მაინც, ანუ თავიდან ამას ვიზუალურად თუ არ დავინახავ სამდეში ცოტა ძნელი გადასაწყვეტია, იმიტომ რომ დახრილი კოლონებია და რეალურად ვერ ვხედავ რა ხდება, ანუ სად მთავრდება ეს კოლონა, როგორ კვეთს ჩემს შელს, იმიტომ რომ კვეთს, ანუ ბოლო წერტილი არ არის შეხების, ანუ ამოსულია ეს კოლონები ხო შელში.
შემდეგ ჩვენ ასკროლი ამ კოლონებს მოვჭრით. აქაც ვნახავთ რამოდენიმე ხელს. როგორ და როგორ შეიძლება მოჭრა. ну, принципში ძირითად კონსტრუქციებზე მუშაობას მე ამ ვიდეო კურსში მოვჭი, შემდგომ კურსში რასაკვირველია გავაგრძელებ ჩვენ ამას და მივიყვანთ გარკვეულ დონეებზე, საინტერესო ფორმებს ავიღებთ ქართეინულში, გამოვიყენებ სხვა ხერხებს, ახლა უბრალოდ მე ჩემ საკონტაქტო მონაცემს 3D ტექსტის საშუალებით, ანუ არქის სუიტის 3D ტექსტის საშუალებით, თუმცა ამჯერად ჰორიზონტალური ტექსტის საშუალებით, ვაგებ აქეთ იქით, ანუ ჩემი სამშენებლო ტერიტორიაზე მინდა რომ აქეთ იქით იყოს მონაცემები. აბა კლასი და შესაბამისად ჩემი ტელეფონის ნომერი. სარკით გადავიტანე მეორე მხარეს. ანუ ესეც სტანდარტული მოქმედებები უბრალოდ, რომელიც ასაკურელია პროფესიონალებისთვის უკვე საკმაოდ კარგად არის ცნობილი. უბრალოდ პარემ დავალაგებ და ამით ჩვენ პირველ კურსს, ესე გადავიტანე, შეიძლება ცოტა სხვანაირადაც, ახლა მივიტან იქ არქიკადის თავზე დავსვო ამას, რომ ესე გადავწყვიტე, რომ უბრალოდ ესე ყოფილიყო გადანაწილებული. ამით ჩვენ პირველ ვიდეო კურსს არქიკადში პროფესიონალთათვის მოვჭით, რასაკვირველია შემოგთავაზებთ შემდეგ კურსებსაც, რომელშიც განვიხილავთ როგორ გავაკეთოთ მე კონსტრუქციები, როგორ დავაგოთ დაუშვათ იქ ტრიბუნა გავაკეთოთ, ტრიბუნა იქნება თუ დასვენებელი ადგილი და სხვადასხვა კიბე ორიგინალური და სხვადასხვა ოპერაციები.